დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ალბათ ხშირად ფიქრობთ იმაზე, რატომ შეიძლება ადამიანმა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რატომ შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ესა თუ ის არჩევანი. ჩვენს გადაცემას ასეთი გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს და თქვენ იცით ჩვენი არჩევანი უპირველეს ყოვლისა ადამიანს უკავშირდება. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუმცა მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, აზრი არ შეგვიცვლია და ყოველდღიურად საუბრობთ ადამიანზე. ადამიანზე, რომელიც ყველაზე მეტად გასაფრთხილებელია. ადამიანზე, რომლის სიცოცხლეც ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და ამიტომ ჩვენი გადაცემაც ადამიანს ეძღვნება. ჩვენ ადამიანზე გიყვებით და ყველაფერი ის, რაც ჩვენს გადაცემაში ხდება, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგია. კვებითი შუქნიშანი არის კონცეფცია, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის ცხოვრების გზას. კვებითი შუქნიშანი არის კონცეფცია, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა შესაბამის უჯრებში შევინახოთ. კვებითი შუქნიშანი არის კონცეფცია, რომელიც ჩვენთვის არის დაკავშირებული ასოციაციებთან. მართალია სამფერ ასოციაციასთან, მაგრამ მრავალფეროვანი შინაარსით და ძალიან ხშირად შენიშნეთ ალბათ გადაცემას. სწორედ ამის ხაზგასასმელად ვიწყებთ კვების შუქნიშანთან ახლოს და განსაკუთრებით იმაზე საუბრით, რა ადგილს იკავებს ეს სათქმელი ჩვენს გადაცემაში. შემთხვევითი არ არის, რომ გადაცემაში გაჩნდა ახალი კომპონენტი. კომპონენტი, რომელიც დაგვანახებს კიდეც შუქნიშანს უკვე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. მაგალითად, როგორ აღიქვამენ ჩვენს კვებით შუქნიშანს ადამიანები ასაკის, პროფესიის, საკუთარი დამოკიდებულების მიუხედავად ჯანმრთელობისა და სხვა ამ ტიპის ინფორმაციის მიმართ. ძალიან საინტერესოა, როდესაც ჩვენ შუქნიშანზე ვსაუბრობთ, რა გზა გავიარეთ და რა კვალი დატოვა ადამიანების განვითარებას. სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრით არ გაგვიკეთებია ეს. ჩვენ ვაკეთებთ ერთგულად ამ საქმეს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების განვითარებაზე ეს თავის კვალს სტოვებს. უფრო მეტიც, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენმა კვებითმა შუქნიშანმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და კვება შეცვალა. ასია თუ არა, ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ ლუკა ფანქველაშვილის სიუჟეტების მიხედვით და დღეს მორიგი ასეთი სიუჟეტი უნდა ვნახოთ. წავიდა? სალომე ადამაშვილი 25 წლის. თათია კურატიშვილი 23 წლის. გიორგი ქობულია 20 წლის. ოპა. ვარ, რთული თემაა სხვათა შორის. თემა იყო შაქრიანი დიაბეტი. უნდა დაგველა-გებინა მოცემული პროდუქტები წითელ-ყვითელ და მწვანე ფერის მაგიდებზე. ეს პროდუქტები მეგონა რომ უფრო მარტივი იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ჩემთვის რთული. პირველ რიგში როცა კვებას და საკვებს ეხება საქმე და მით უმეტეს კარგის და ცუდის გარჩევას, ეგეთი თემები ძალიან მიყვარს და მომწონს. კარგი, შაქრიანი დიაბეტის დროს, ლოგიკურად შაქარი არ უნდა შეიძლებოდეს. ბროკოლი ძალიან რთულია. არ გამისინჯავს და არ ვიცი რა გემოაქვს საერთოდ. ამას რა თქმა უნდა წავიღებ მწვანეზე. ყვითელი, ან მწვანე იყოს. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც წავიღებ მწვანე მაგიდას. დიაბეტთან მიმართებაში და შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში არ მქონია არასდროს შეხება და უბრალოდ ლოგიკურად გავყევი ჯაჭვს და თუ გარშემო ვინმესგან რამე გამიგია ინფორმაცია, გავიხსენა ის ყველაფერი. წვენი, ნატურალური წვენი, რომელსაც დავდებ ყვითელზე. ცოტას მირთმევა ალბათ შესაძლებელი მაინც იქნება. ალუბლის წვენს დავდებ წითელ მაგიდაზე. ალუბლის წვენი წითელი უფრო. შემდეგი არის ქოქოსი. ყვითელ მაგიდაზე დავდებ. ქოქოსაც დავდებ მაშინ ყვითელზე. ყვითელი, ნეიტრალური. მწვანე ვაშლი მიმაქვს მე მწვანე მაგიდაზე. ვაშლი იქნება მწვანე. ამას მაინც მწვანეზე წავიღებ. ბანანი. შემიძლია მე პირადად ვჭამო εν რაოდენობით. მოდი წითლისკენ დავდებ. ყვითელზე. ყვითელზე დავდებ. პური წავიღებ ყვითელში. პურს ყველა ვარიანტში წავიღებ წითელ მაგიდაზე. პურიც ალბათ უფრო ყვითელი. წავიღოთ წითელ მაგიდაზე. მარწყვი. დავდოთ ესეც ყვითელზე. მარწყვი იქნება წითლისკენ. მარწყვი არაფერში ცუდი არ არის და ტკბილი კი არის, მაგრამ შეგვიძლია მარწყვი წავიღოთ მწვანე მაგიდაზე. ბრინჯი ალბათ უფრო ნეიტრალური. ყვითელი. რადგან თეთრი ბრინჯია წითელ მაგიდაზე დავდებ.
მოდი ბრინჯი იყოს წითელზე. კიტრი იყოს მწვანე აუცილებლად. წყალია, ბოსტნეულია, კარგია, გემრიელია, მწვანე მაგიდაზე გავუშვებ. მოდი იყოს მწვანეზე. რაც შეეხება ავოკადოს. მწვანე მაგიდაზე ვდებ. მოდი იყოს მწვანე ავოკადო. ავოკადო მთელი ბავშვობა მეუბნებიან რომ კარგია და იქაც აღნიშნე რომ ავოკადო მწვანეში უნდა გაგვეშვა, თუმცა შაქრიანი დიაბეტის ფონზე არ ვიცოდი პროდუქტები სად უნდა წამეყო. მართალია გენეტიკაში მაქვს შაქრიანი დიაბეტი და მეც ვერიდები მას, თუმცა ეს კონკრეტული ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდი, არ ვიცოდი სად რა უნდა დამეტო. კვერცხს დავდებ მწვანე მაგიდაზე. კვერცხი დავდოთ ყვითელზე. ეს იქნება მწვანე. ფორთოხალი დავდოთ ყვითელზე. ფორთოხალი იყოს ყვითელ მაგიდაზე, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ, რომ რამე ხელს შეუშლის, მაგრამ არც იმაში ვერ დარწმუნებული, რომ კარგია. ამ თამაშმა ერთი შეხედვით მარტივმა, თუმცა ამავდროულად ძალიან რთულმა, როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდი, ბევრი ემოცია წამოიღო ერთდროულად. ამ გადაცემაში მონაწილეობა პირველ რიგში მინდოდა საკუთარი თავის ცოდნის გამოსაცდელად. დავიძაბე, შემეშინდა, თუმცა აი, როდესაც უკვე პროდუქტების დალაგება დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროცესით მიღებული სიამოვნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის შეფასება ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ძალიან მაინტერესებს ქალბატონი მარი როგორ შეაფასებს ჩვენს მიერ დალაგებულ კვების რაციონს. რადგან მე ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში და ას თუ ისე არ ვიყავი დარწმუნებული, ძალიან მაინტერესებს ახლა ჩემი აზრით რაც დავალაგე, თვითონ ქალბატონი მარი რას იტყვის ამაზე. იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან მიხარია, რომ კვებით შუქნიშანი არ არის მხოლოდ პროფესიონალის ველი, სადაც მე რეკომენდაციებს გიზიარებთ ხოლმე. კვებით შუქნიშანი პრაქტიკულად მოძრაობად იქცა, როდესაც ჩვენ ვამოწმებთ კიდევ საკუთარ თავს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და არ ყოფილა ასე მარტივი, როგორც თავად დარწმუნდით, ფერების მიხედვით საჭირო პროდუქტების გადანაწილება. თუმცა დღევანდელი სიუჟეტის მერე მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობა, როგორითაც ახალგაზრდები უდგებიან არჩევანს და ეს ნიშანდობლივია ჩვენთვის, თუნდაც იმიტომ, რომ გიო ჩვენი გუნდის წევრი გახდა უკვე. ხოლო რაც შეეხება მათ არჩევანს, მე მინდა გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება, როგორ იმუშავა თავად შუქნიშანმა და ფერმა მათი არჩევანის შემთხვევაში. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც მათ არც თუ ისე მოსწონთ, არც უყვართ, არც იციან, ზოგიერთ შემთხვევაში არც კი გაუსინჯათ ბროკოლი, ის ხდება მწვანე ზონაში, მწვანე პროდუქტი, მწვანე ზონაში. ისევე როგორც კიტრი, ისევე როგორც ავოკადო, ამ შემთხვევაში ავოკადოს მიმართაც დიდი კეთილგანწყობა არ იგრძნობოდა. წარმოიდგინეთ, როგორი წინდახედული იყო მათი გადაწყვეტილება ბრინჯის და პურის მიმართ. მათ არ იცოდნენ არაფერი, არც პურის ერთეულების, არც გლიკემიური ინდექსის შესახებ, მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეს და ყვითელ და წითელ ზონაში გადაანაწილეს ეს პროდუქტები. სხვათა შორის ფერის მიხედვით არჩევანზე მიმანიშნა პირადად მე ალუბლის წვენთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ძირითადად წითელ ან ყვითელ ზონაში მოხდა. ან ციტრუსების მიმართ არჩევანი ასევე ყვითელ ზონას დაუკავშირდა და მე ვარაუდობ, რომ აქ ფერმა თავისი გავლენა იქონია, თუნდაც იმიტომ, რომ ციტრუსი ძალიან ადვილად შეეძლოთ მოეთავსებინათ, მაგალითად, მწვანე ზონაში. მაგრამ ყველაზე ნაკლებად ჩემი აზრით გაუმართლა მარწყს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა ის მწვანე ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ კენკროვანია და კენკროვანები შაქრიანი დიაბეტის დროს დაბალი გლიკემიური ინდექსით გამორჩეული პროდუქტებია და განსხვავებით მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ტკბილი ხილისგან მათი გამოყენება უფრო თამამად შეგვიძლია. ასეა თუ ისე ეს სიუჟეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელი, რადგან მონდომება, რომლითაც გამოირჩეოდნენ ამ სიუჟეტის გმირები, ადასტურებს იმას, რომ ჩვენი კვებით შუქნიშანი მუშაობს და კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს იმაზე, რომ კვებით შუქნიშანს შეუძლია არა მარტო ერთი გადაცემის შიგნით, არამედ მთელ საზოგადოებაში შეცვალოს განწყობა, ამინდი და მოძრაობის წესები კვების დროს. მე თემას გავაგრძელებ სრულიად განსხვავებულ ჭრილში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის დროს როგორი უნდა იყოს ჩვენი ცოდნა იმისათვის, რომ შინ მოვლა იყოს უსაფრთხო დიაბეტის მქონე ადამიანისათვის და ამასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარიც იქნება სტუდიაში, თუმცა მანამდე გადაცემის მოკლედი ხარი.
როდესაც სიტყვათა შეთანხმებას შინ მოვლას ვიყენებთ, ჩვენ გულისხმობთ ცოდნას ერთი მხრივ და მეორე მხრივ პასუხისმგებლობას. ძალიან ხშირად გაგიგონიათ, როდესაც ვამბობთ ხოლმე, ექიმისთვის მთავარი სათქმელი არის არ ვავნოთ. დიახ, ჩვენი პროფესიული კრედო არის არ ვავნოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრინციპი შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის დახმარებას ცდილობს. თუ არ ვართ დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, თუ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი ჩარევა, დახმარება ადამიანისათვის სასიკეთო იქნება, ჯობს თავი შევიკავოთ. და იმისთვის, რომ ჩვენ ცოდნა გქონდეს სანდო, აი ამას ეძღვნება ჩვენი რუბრიკა, როდესაც შინმოვლასთან დაკავშირებით პროფესიონალთა გამოცდილებას გიზიარებთ და ეს არის ძალიან ხანდაზმული უკვე ჩვენი გადაცემისთვის რუბრიკა სულ ცოტა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობთ ოჯახებში გადმოვიტანოთ პრაქტიკოსთა გამოცდილება და ცოდნა და ამისთვის ჩვენთან გადაცემაში მოდის ექთანი თამარ დაუსი. თამარ, დილამშვიდობისა. მოგზავნით. როგორც ყოველთვის მე მადლობით დავიწყებ, მადლობა ყველა ექთანს და ეს არის უცვლელი ფრაზა, რომელსაც მე ყოველთვის გამოვიყენებ, ყველა იმ ექთანს, რომელიც ამ წუთას და საერთოდ ყოველდღიურად დღეღამის ნებისმიერ მომენტში არის პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა ჩვენი საზოგადოების დაინახოს ამ ადამიანების შრომა და მადლობა უთხრას ამ ადამიანებს. დღევანდელი ჩვენი საუბარი არის რა თქმა უნდა დაკავშირებული პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ცოდნასთან, რომელსაც ატარებს ექთანი და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასარგებლოა გადავიტანოთ ოჯახებში. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დიაბეტთან დაკავშირებით იმდენი რამ თქმულა, შაქრიანი დიაბეტი არის სამედიცინო პრობლემა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ეხება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სიცოცხლის თანდევი, ქრონიკული მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ამოცანები, რაც შეიძლება ჰქონდეს თავად დიაგნოზის მქონე ადამიანს, ან ამ დიაგნოზის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა პრაქტიკულად ექთნების სახელით, იმ გამოცდილების სახელით, რაც დაგროვილია დარგში და რასაც ყოველდღიურად თქვენ აკეთებთ, აი ეს ყველაფერი ვუთხრათ ადამიანებს ოჯახის პირობებში გააკეთოთ. კი ბატონო, როგორც აღნიშნეთ, ექთნის როლი ძალიან დიდია და მით უფრო დიდია ქრონიკული დაავადების დროს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში თანმდევია ეს დაავადება ადამიანისთვის და მას მუდმივად სჭირდება სწავლება. ძალიან ხშირად ხოლმე ჩვენი პაციენტები ვერ ხვდებიან სად არის მაღალი შაქარი და რას ნიშნავს ეს მაღალი შაქარი. მოდით ავხსნათ, სად არის მაღალი დონე. წარმოვიდგინოთ ჩვენი სისხლი საკვების, ანუ შაქრის ენერგიის საწვავის გადამტანი და ეს საწვავი გადააქვს უჯრედში. უნდა მიიტანოს უჯრედამდე, მაგრამ მას სჭირდება გასაღები როგორც ყველაფერს, რომ შეიტანო რაღაცა შენობაში. აი ეს გასაღები არის ინსულინი. ინსულინი მიდის უჯრედთან, გააღებს კარს, შეუშვებს ენერგიას, დაკეტავს ისევ და მერე უჯრედი амას მოიხმარს როგორც ენერგიის წყაროს და ფუნქციონირებს. სიმბოლურად ავხსენით ახლა და ძალიან თვალსაჩინოდ გასაგება. იმიტომ რომ კარგად იყოს გადაული, სად არის მაღალი შაქარი და რატომ არის მაგალითად, როდესაც მაღალი შაქარია, უჯრედს რატომ არ აქვს ენერგია, შაქარი ხო ბევრია. აი დიაბეტის დროს ეს გასაღები ან არ გვაქვს, ან სხვანაირია, არ ერგება ამ გასარკარს და ხდება პრობლემა. ანუ რა პრობლემა? ვერ დაცალა სისხლმა შაქარი და სისხლში მოიმატა შაქრის დონე. უჯრედი შიმშილობს, მაგრამ შაქარი ბევრია უჯრედში. თვითონ შაქარი რო წარმოვიდგინოთ, თვითონ გლუკოზა, როცა შევხედავთ ხომ, როცა შევხედავთ შაქარს, როცა შევხედავთ, რასაც მოვიხმართ, არის რაღაცნაირი კრისტალი, ხომ სწორია? ისიც ესეთივე კრისტალია, რომელიც აზიანებს სისხლის შიდა ნაწილს, აზიანებს ყველაფერს, სადაც კი ტრიალებს, იმიტომ რომ ჩხაპნის დროთა განმავლობაში რაც უფრო მაღალია, მით უფრო პრობლემას წარმოქმნის. აი ასე ხდება ხოლმე შაქრის გლუკოზის მომატება, მაგრამ ჩვენ გლუკოზას ვაწვდით ან გარედან, როცა ვიკეთებთ ინექციას, ან ვცდილობთ, რომ აი როგორც თქვენი შუქნიშანი იყო და საკვები გადანაწილდა, ვცდილობთ, რომ საკვებით ვიყოთ რაღაცნაირად უფრო გონიერნი და არ მივიღოთ დიდი რაოდენობით
ნახშირწყალი. ძალიან ხშირად მე გერთობით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენ შემთხვევაში საუბრის გასაღები. ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ თუ მაგალითად ტკბილეული მივირთვი ცოტა მეტი, რაღაცა ბევრ ტკბილს ჭამ. დიაბეტი ხომ არ მაქვს. ანუ ეს გავრცელებული კითხვა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე კითხვა, რომელიც ან უნდა გვიჩნდებოდეს, ან ჩნდება, მართლაც არის საზოგადოებაში. კი ბატონო. მოდით ახლა ვნახოთ, როდესაც უჯრედი შიმშილობს, ის რას აკეთებს. როდესაც უჯრედს არ აქვს ენერგიას, ის ითხოვს ენერგიას. ხომ სწორია? ენერგიას რახან ითხოვს უჯრედი, ორგანიზმი ამას აღიქვავს, რომ ჭამე მეტი, ენერგია მინდა. ამიტომ ძლიერდება მადა და ვერ ვაკონტროლებთ ამ მადას. ანუ ხანდახან გუგონია რატო ჭამამდეს და ადამიანი იწყებს უფრო მეტი საკვების მიღებას, იმიტომ რომ სთხოვს უჯრედი. მეორე არის ბევრ წყალს სვავ. ჩვენი ორგანიზმი არის ძალიან კეთილი ჩვენს მიმართ. ანუ ის ცდილობს რომ ყოველთვის დააკომპენსიროს ძალიან. და ყველანაირად აკომპენსირებს. რახან მიხვდება რომ მაღალია გლუკოზის დონე, მოდი გავანეიტრალო, მოდი განვაზაო. ჩვენ რას ვაკეთებთ რაღაცა რომ ძალიან ტკბილია, ვანზავებთ. იგივეს აკეთებს ორგანიზმი და ის დაიწყებს, მოდი წყალი დალიე. სვი ახლა წყალი და ასევე ფიქრობს რომ მოდი ეს დიდი რაოდენობით გლუკოზა გავიტანო ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი და ორგანიზმიდან გატანის სურვილი იწვევს ბევრ შარდვას და აი სამი ჩამოვთვალეთ ახლა ხო ნიშანი შეიძლება იყოს გაძლიერებული მადა გაძლიერებული წყურვილი და გაძლიერებული შარდვა ეს სამეული კიდევ ამას შეიძლება დავამატოთ ხედველობის გაუარესება ნელ-ნელა და კიდევ შეიძლება დავამატოთ ორი კომპონენტი. ეს არის, როდესაც დაბუჟებული მაქვს ხელები და ფეხები, შეგრძნება ნაკლები მაქვს ხელში და ფეხში და ეს არის, როდესაც ინფექცია დამემართა, არ ვიცი, რაღაც გამეჭრა, შემეჭრა ინფექცია და ან არ შემეჭრა ინფექცია. ჭრილობა არა და არ ხორცდება. ხანდახან აი ამ შეუხორცებელი ჭრილობის გამო მისული ადამიანი საავადმყოფოში აღმოაჩენს, რომ აქვს შაქრიანი დიაბეტი. ხშირია ხოლმე, მაგრამ როცა ვეკითხებით საავადმყოფოში, შაქრიანი დიაბეტი ხომ არ გაქვთ? პასუხი როდესაც არის არა, მე უნდა ჩაიკითხო, არა თუ არ ვიცი. და როგორც წესი არის პასუხი არ ვიცი. იმიტომ პირველი მოდის არა, რახან შეხება არ ქონია ხოლმე პაციენტს. აი ეს ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როდესაც გვაქვს შაქრიანი დიაბეტი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ეცნობა ახლა ჩვენს მაყურებელს. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები გულგრილი რჩებიან ინფორმაციის მიმართ, თუნდაც ბევრჯერ გავიმეოროთ, თუნდაც იმის მიმართ, რაც ახლა უკვე ვთქვით. და ზოგჯერ პირიქით გადაჭარბებულია ხოლმე დამოკიდებულება და ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ახლა ჩვენმა მაყურებელმა მეზობელთან ოჯახში რომ გლუკომეტრია მოიკითხოს და სცადოს საკუთარი გლიკემიის დონის, ანუ სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის გადამოწმება. მოდი გავახსენოთ მაყურებელს, ჩვენ ამაზე გვისაუბრია წლების წინ, მაგრამ გავახსენოთ ერთხელ რომ გლუკომეტრით დავთვალეთ მაჩვენებელი და გვაჩვენა კონკრეტული რიცხვი. საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად. დავიწყოთ იქიდან, რომ სხვისი გლუკომეტრის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით. ანუ სისხლთან შეხებაში, როდესაც არის რაღაც ნივთი კონკრეტულ პირთან, მეორე პირთან ის სისხლთან შეხებაში არ უნდა მოდიოდეს. ეს არის რისკი. ეს ცოტა არის იქ სისხლი, ბევრი არის იქ სისხლი, არ აქვს ამასთვის. წვეთი-წვეთია. ამიტომ არ ვიყენებთ ეს ერთი. ეხლა მეორე. გლუკომეტრი ენიშნება იმ ადამიანს, ვისაც უკვე დიაგნოზი აქვს დასმული, რომ მან შეიმოწმოს სისხლში გლუკოზის რაოდენობა, ესე რომ გაექცა თუ არა მაჩვენებელი მაღლა, ან არის დაბალი. ეს შეიძლება დაბალიც იყოს მაჩვენებელი. მაგრამ მე რო გამოვართვა და ერთჯერადად დიაგნოზი არ მაქვს დასმული, გავიზომო გლუკოზის დონე, ეს არ იქნება ინფორმატიული, რადგან როდესაც მივდივართ ექიმთან და გვინიშნავენ კვლევას, კვლევა ორი ტიპის კვლევაა პირობითად, ერთი რომელიც გვეუბნება 3 თვის განმავლობაში რა ხდებოდა ჩვენ სისხლში, ანუ უკან მიდის, წარსულში მიდის და გვეუბნება რა და როგორ იყო, რა მაჩვენებლებში მერყეობდა და მეორე არის დატვირთვის ტესტს, რასაც ვეძახით, შეიძლება მოგცენ დასალევად
გლუკოზა და მერე გაგვიზომონ, რომ ნახონ რა ხდება, როგორი ავარდნა იყო გლუკოზის დონე. ჩვენმა ორგანიზმმა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დასმა დიაგნოზის, არის თუ არა მომატებული გლუკოზის დონე და არის თუ არა საჭირო გარკვეული ჩარევების და ჩატარება. არა ერთჯერადი გაზომით გლუკომეტრ. არა ერთჯერადი პირიქით რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს თავს. როდესაც ვამბობთ შინ მოვლა, მე მინდა მაყურებელს ვთხოვო გაიხსენოს, რომ შაქრიანი დიაბეტი არის ტიპი 1 და ტიპი 2, ანუ ინსულინზე დამოკიდებული და ინსულინისგან დამოუკიდებელი. ხდება ხოლმე, როდესაც ინსულინზე არადამოკიდებული დიაბეტის შემთხვევაში იყენებენ ინსულინს და ბევრი კითხვა ჩნდება. ჩვენ ამ თემას საგანგებოდ გადაცემაში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით, მაგრამ მე მინდა მიაქციოთ ყურადღება სქემას, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორია ინექციის ზონები. ანუ სად უნდა გაკეთდეს ნემსი, როდესაც ინსულინზეა ლაპარაკი. აი ახლა ჩვენს ეკრანზე ძალიან კარგად ჩანს ინექციის ტრადიციული ზონები. თამო, მოდი უცებ ჩამოვთვალოთ მოკლედ. ინსულინზე ჯერ ვთქვათ, რომ ეს არის მაღალი რისკის პრეპარატი. ანუ ინსულინს შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ რთული გართულება თუ არასწორად იქნა გაკეთებული, არასწორ ლოკაციაზე იქნა გაკეთებული, არასწორ დროს იქნა გაკეთებული. საავადმყოფოში ის წითელ ზონაში გვიდევს ხოლმე, რახან არის მაღალი რისკის პრეპარატი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ინსულინთან. ინსულინი კეთდება კან ქვეშ, რათა მისი გაწოვა არ მოხდეს უცებ და არ დადგეს გლუკოზის დონის ვარდნა და სქემაზე რაც არის მოცემული, ეს არის ეს რეგიონები, ანუ მუცლის გარშემო, ეს არის ბარძაყი, დუნდულას კუნთი, მხარი და ბეჭზე შეიძლება რომ გაკეთდეს. მუცლის მიდამოში შედარებით სხვა მიდამოებისგან ყველაზე სწრაფად ხდება გაწოვა. მაგრამ სხვა მიდამოში მუცელთან შედარებით ნელა. გამოდის რომ თუ მე მაქვს მაღალი ციფრი, მაღალი მაჩვენებელი, მაშინ მუცელი გამოვიდა ყველაზე კარგი ლოკაცია რომ გავიკეთო. ინსულინს ახასიათებს ერთი თავისებურება. ის კან ქვეშ რაც არის ცხიმოვანი ქსოვილი თუ დიდი ხანი ერთსა და იმავე დროს დიდი ხნის განმავლობაში გავიკეთე ინექცია, რაღაცნაირად დააკორძებს ამ ცხიმოვან ქსოვილს და გაწოვას შეუშლის ხელს. ამიტომ ლოკაცია უნდა ვცვალო. ყოველ ჯერზე ახალ ლოკაციაზე უნდა გავიკეთო, რომ დავზოგო ის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც მაქვს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, დილას უნდა გავიკეთო ინსულინი, მაგრამ გავიზიარე მარის და თამარის რჩევა, რომ უნდა ვიარო დილაობით და უნდა წავიდე სასეირნოდ. გამოდის, რომ მე რომელ კუნთს დავტვირთავ, ანუ ფეხი მექნება დატვირთული, ბარძაყი და დუნდულას კუნთი იქნება დატვირთული. კანჭის კუნთი, ბარძაყის კუნთი, დუნდულოს კუნთი. ბარძაყი და დუნდულა იმიტომ ვახსენე, რომ ანუ სადაც ვიკეთებ ინექციას. გამოდის, რომ ეს კუნთი ამუშავდება, ტემპერატურა მოიმატებს, სისხლის მიდინება გაძლიერდება, იმიტომ მოიმატა ხო ტემპერატურა. ანუ დატვირთვა აქვს მეტი. დატვირთვა დიდია და ძალიან კარგად ტრიალებს აქ სისხლი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვარჯიშის წინ მე გავიკეთე ინსულინი იმ მიდამოში, რომელსაც მე დავტვირთავ, გავაცხელებ და სისხლს ავაჩქარებ, ინსულინი წავა უფრო მალე მიმოქცევაში და შეიძლება ნახევარ გზაზე მაჩვენებელი დაწვიოს ძალიან დაბლა და გადაიყვანოს პაციენტი დაბალი გლუკოზის მაჩვენებელში, ჰიპოგლიკემიას რომ ვეძახის, რომელსაც თავისი სიმპტომები აქვს: თავბრუსხვევა, კანკალი, გულისფრიალი, ოფლიანობა და შეიძლება გონების კარგვაც. ძალიან კარგი იქნება და კარგი წესია 15-ის წესს ეძახიან, ეს არის 15 გრამი ნახშირწყალი ყოველ 15 წუთში ერთხელ, ოღონდ გაზომბით, რომ მაჩვენებელი ავიდეს. თუ ეს სიმპტომი დაგვემართა, ამიტომ პატარა კრეკერი იქნება ეს თუ რაღაცა თუ იქნება ჯიბეში ვარჯიშოთ რომ მივდივართ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი ინფორმაციის გაცემა ხშირი არ არის მარი. ანუ არის ეს პატარა ნიუანსია, რომელიც მაგრამ ძალიან პრაქტიკული, იმიტომ რომ ამ ლოგიკის მიხედვით თუ მე ვაპირებ ვიჯდე სავარძელში, მაგრამ ხელებით შევასრულო ვარჯიშები და მე გადავწყვიტე რომ ხრის მიდამოში გავიკეთო ინექცია, ზუსტად იგივე ლოგიკა მუშაობს და არსებობს იმის რისკი, რომ ეს ვარდნა დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ხელების ვარჯიშის გამო. იმიტომ რომ საინექციო ზონა ზუსტად დატვირთვის ზონა შევარჩიე. და აი ამის გათვალისწინება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი და იკეთებს ინსულინს, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ოჯახში ყავს ასეთი მოვარჯიშე დიაბეტის მქონე ადამიანი, ეს ცოდნა ძალიან გამოგვადგება. ყველაზე ხშირად რატომ საუბრობთ ხოლმე დიაბეტის შინმოვლასთან დაკავშირებით ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის ტერფი?
რა არის ეს, რა სუსტი ზონაა ასეთი, ჩვენ თავში ავღნიშნეთ, ბევრი თავსატეხი შეუძლია შეგვიქმნას. ჩვენ თავში ავღნიშნეთ, რომ შეიძლება კიდურებში იყოს უცნაური შეგრძნება და ვერ ვიგრძნო, აი მგრძნობელობა ისე კარგი არ მქონდეს, როგორც არა დიაბეტის დროს შეიძლება ქონდეს ადამიანს. შესაძლებელია, როდესაც მე მაცვია ფეხსაცმელი და მაცვია წინდა, ყველას გქონია შემთხვევა, რომ ან კანი გაგვეხეხება, რაღაცა პრობლემა არის ხოლმე, ან ამოვიჭრით ფრჩხილს ისე, რომ ინფექცია შეგვეჭრება ხოლმე. აი, გახსოვთ, რომ თქვით, დიაბეტის დროს შეხორცება არის გახანგრძლივებული. ინფექციასთან ბრძოლა, იმიტომ რომ პათოგენს ბაქტერიას ძალიან უყვარს ტკბილი გარემო და ეს ტკბილი გარემო აქვს, რთულია მასთან ბრძოლა. შესაბამისად, ფეხი არის ისეთი მიდამო, რომელიც სულ ფიზიკური დატვირთვის ქვეშ არის, სულ მოძრაობს, სულ რაღაცის ხახუნის ქვეშ არის. და ის ვერ ხორცდება. შესაბამისად, ინფექცია გრძელდება. ინფექცია რო გრძელდება, დიაბეტური ტერფი ზუსტად ეს არის, რომ ღრმავდება და ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება, არის პირველ რიგში ძალიან არაკომფორტული და მე ძალიან საშიში ორგანიზმისთვის. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ დაგვემართოს. პირველ რიგში, სახლშიც კი არამც თუ გარეთ ფეხში შველმა არ უნდა ვიაროთ, რომ შემთხვევით არ დავიზიანოთ კანი. მეორე უნდა მოხდეს ფეხის და ტერფის დათვალიერება და აქ თქვენ გიდევთ კარგი მაგალითი, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ სარკეთ, თუ არ შეგვიძლია ასეთი მოკლე მანძილიდან გრძელ ჯოხს მოვაბა და კარგად დათვალიერდეს ფეხი. დაბანის დროს დავიბანოთ. ამ შემთხვევაში სარკე არის ამ ჩვენი უბრალოდ როგორც ნიმუში ვერ ვხედავთ, რომ შევხედოთ დაბლა რა ხდება. ფეხის ზონის დასანახად, რომელსაც ვერ ვხედავთ. დაბანის დროს ყველაზე ხშირად ხოლმე პრობლემური არის თითებს შორის მიდამა. როგორც დაბანის დროს, ასევე გამშრალების დროს. დაბანის დროს კარგად უნდა იყოს დაბანილი და საპონი კარგად გამორეცხილი, ასე რომ ვთქვათ და მეორე, გამშრალების დროს თითებს შორის კარგად უნდა ნოტიო მიდამო იქ არ უნდა დარჩეს. ესეც პათოგენის ძალიან საყვარელი მიდამოა, ნოტიო მიდამო. და მათ შორის სოკოვანი დაავადებისთვის, რომელიც დიაბეტის ფონზე ძალიან სწრაფად და ენერგიულად ვითარდება. რაც შეეხება ფრჩხილის მოვლას და ფრჩხილის დაჭრას. ფრჩხილი უნდა მოიჭრას ესე სწორხაზოვნად, ანუ არ უნდა მოხდეს ჩასვლა და ჩაღრმავება ფრჩხილის სარეცელს ქვემოთ, რომ ამოვიჭრათ რამე და თუ პრობლემა არის დგება ხოლმე პრობლემა, როდესაც უფრო ღრმა პროცედურაა ჩასატარებელი, მაშინ უმჯობესია რომ სპეციალისტს მივაკითხოთ, რომ მან მოახერხოს ისე ამოჭრა, ისე მოგვარება, რომ პრობლემა სისხლამდე არ დავიდეთ. კორჟები არის ძალიან ხშირი და ხანდახან მარი ძალიან დიდი რეკომენდაციები გაიცემა. ხახვი ძმარში, მერე ფეხზე დადებული, მერე ამოღებული, მაკრატლით ამოჭრილი, ესეც ძალიან საშიშია. რაც შეეხება წინთას გვიდევს აქ თვალსაჩინოება. წინდა თეთრი უმჯობესია რომ იყოს, რადგან გამონადენი სისხლი იქნება, ეს ჩირკი იქნება, ეს დაზიანების შემთხვევაში ძალიან კარგად დავინახავთ და კიდევ ერთი რეკომენდაცია, ეხლა ეს აქ ძალიან კარგად არის ეს წინდა წარმოდგენილი, აი აქ აქვს ხოლმე ნაკერი წინდას. ეს ნაკერი ფიზიკურ ზემოქმედებას კანზე აძლიერებს და შესაძლებელია რომ დააზიანოს კანი. ამ წინდას არ აქვს. უმჯობესია რომ ჩავყოფ ხელს რომ უფრო კარგად გამოჩნდეს. უმჯობესია რომ აი ამ მიდამოში რაც შეიძლება გლუვი გადასვლა იყოს თითების მხრიდან წინდაზე, რომ ზედმეტი ზემოქმედება არ მოხდეს. ანუ ტრავმირების თავიდან ასაცილებლად. ტრავმირების თავიდან ასაცილებლად, დიახ. თამო, მე იმედი მაქვს არ გაგაწყვეტინე რეკომენდაციები, მე უბრალოდ ვისარგებლებ შემთხვევით, როდესაც გარემოს ტემპერატურა იკლებს, ჩვენ რას ვაკეთებთ? დაცვითი რეაქცია, ადაპტაციური რეაქცია რა გვაქვს? ზაფხულში სიცხეში ვშილიფდებით და ზამთარში ვცდილობთ დავიმატოთ სამოსი და დავიმატოთ გამათბობელი საშუალებები. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შენ უკვე ბრძანე, როდესაც შეგრძნება შეიძლება იყოს არასაკმარისი, არის გამათმობელთან მიფიცხება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს, იქ სადაც გრძნობელობა არის შეცვლილი, შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს. დამწრობა, ქსოვილის დაზიანება, უამრავი გართულება არის შესაძლებელი და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნაწილობრივ ახსენე და მე უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა ამას მიაქციოს ყურადღება.
მტერფის მოვლის ნაწილი არის ფეხსაცმლის შერჩევა. და ფეხსაცმელი არის საშინაოდაც შესარჩევი სწორად და საგარეოდაც შესარჩევი სწორად. ეს არ არის დაკავშირებული ფუფუნებასთან, კეთილდღეობასთან და ეკონომიკურ სტატუსთან. ეს არის წინდახედულებასთან დაკავშირებული, როდესაც ჩვენ არც ძალიან მჭიდრო ფეხსაცმელს ვიყენებთ და სხვათა შორის არის ხოლმე რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ირჩევს პირიქით დიდ ფეხსაცმელს. იქაც ფეხი რომ მოძრაობს, გარდა სიარულისა ფეხი მოძრაობს ფეხსაცმელში და ხახუნი ძლიერდება. დიახ, იგივე ემართება არასწორად შერჩეულ საშინაო ფეხსაცმელსაც. ეგრეთ წოდებული ფლოსტები შეიძლება იყოს ისე არჩეული, რომ პირიქით მატრალმირებელი იყოს ტერფისთვის და დამატებითი რისკები შეგვიძლია. მე მგონი ტერფთან დაკავშირებით მეტნაკლებად გავახსენეთ, შეგვიძლია წყლის პროცედურებით ვახსენოთ, რომ თუ მგრძნობელობის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად სთხოვეთ გასინჯოს თქვენი ოჯახის წევრმა წყლის ტემპერატურა საშხაპეში იქნება ეს თუ უბრალოდ ფეხის აბაზანის მიღებისას, რომ არ იყოს ზედმეტად ცხელი, არ იყოს ზედმეტად ცივი და სათბურების წინააღმდეგი ხართ ხოლმე თქვენ ყოველთვის. კი, ნამდვილად ვართ. ანუ ნახეთ როგორ არის, ერთი არის რომ გრძნობელობა და თქვენ თქვით ან ტემპერატურის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხომ? შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში, ანუ შეიძლება არ იყოს ძალიან ცხელი ეს სათბური, მაგრამ თუ ზემოქმედება კანთან იქნება დიდი ხნის განმავლობაში, მან გამოიწვიოს დაზიანება. მაღალი ხარისხის დამწვრობა შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ გამოიწვიოს დაზიანება. სხვათა შორის დიაბეტთან დაკავშირებით, აი ამ ტკივილთან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი, აი მაგალითად, როდესაც დიაბეტიან პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ინფარქტი, ანუ გულის შეტევა. აქაც შეგრძნება დაქვეითებულია. აქაც შეიძლება ვერ მიხვდეს, ანუ ისეთი ძაფრი არის, ან არ ტკიოდეს. საერთოდ არ ტკიოდეს. უბრალოდ სხვა მინიშნება იყოს, რომ ვერ იყოს კარგად, ვერ დგებოდეს, ქოშინი დაეწყოს, ვერ აკეთებდეს რაღაცა მოქმედებებს, რომელსაც აქამდე აკეთებდა. უნდა იყოს ფხიზლა. აუცილებლად, თორე ეს შეიძლება ტკივილთან, ანუ ტკივილი გულმკერდის არეში, ყველა მიცის, რომ ინფარქტი არის ტკივილი, საერთოდ არც ერთ მომენტზე არ განვითარდეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ საკუთარ თავს. ამიტომაც ქვია ჩვენს საუბარს შინ მოვლა, იმიტომ რომ შინ მარტო ჩვენ არ ვიგულისხმებით, ჩვენ საკუთარ ბინაში ან საკუთარ სახლში. ვიგულისხმებით ადამიანთა ერთობაში, სადაც ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთთანადგომა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, მით უფრო იმ კრიტიკულ მდგომარეობებში, რომელთა შორის ერთ-ერთი ახლა საუბრის ბოლოს ახსენე, მაყურებელს აუცილებლად უნდა შევახსენოთ, ამ დიდი მადლობა, ჩვენ რასაკვირველია ჩვენ საუბრებს გავაგრძელებთ. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნებოდა დიაბეტისას შინმოვლას და ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით ჩვენი გუნდის წევრთან ერთად, რომელიც გახლავთ ექთანი თამარ დაუსი. მე არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი ყველა პრობლემასთან დაკავშირებით განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპი რჩება უცვლელი, ჩვენ ვითვალისწინებთ არაუბრალოდ დიაგნოზს, არამედ დაავადების განვითარების ფაზას, ვითვალისწინებთ ადამიანის ასაკს, სქესს, ვითვალისწინებთ დაავადების გართულებებს, მრავალ სხვა საკითხს, მათ შორის თანმხლებ პრობლემებს. ძალიან ხშირად ჩვენ გვჭირდება რამდენიმე კურდღელი ერთად დავიჭიროთ. ცუდი გამოთქმაა შესაძლოა ადამიანთან მიმართებაში ამის გამოყენება, მაგრამ რეალურად რამდენიმე ამოცანა ერთდროულად უნდა გადავჭრათ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას წაადგეს ჩვენი გადაწყვეტილებები და გაუმჯობესდეს მისი ცხოვრების ხარისხი. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში პრინციპი თებშის რჩება იგივე. არსებობს დიაბეტის თებშიც, რომელიც პრინციპულად სწორედ აი ასეთი გადანაწილებით გამოირჩევა, სადაც დიახ, ბოსტნეულის წილი არის ძალიან მაღალი, ნაკლებად ტკბილი ხილი არის ჩართული კვების რაციონში, მარცვლეული და ბურღულეული შერჩეულია მხოლოდ ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მაგალითად მთლიანი მარცვლეული, ეგრეთ წოდებული ალდენტეთ მომზადებული ესა თუ ის პროდუქტი, გარკვეული რაოდენობით კონკრეტულ მაჩვენებელზე გადათვლით და აუცილებლად მჭლე ცილა, რომელშიც იგულისხმება ცხოველური წარმოშობის ნაკლებად ცხიმიანი ცილოვანი კომპონენტი და ცხადია მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. ყველა ეს ფაქტორი ტრადიციულად არის გათავისებული როგორც პროფესიონალის მიერ, ასევე დიაგნოზის მქონე ადამიანის მიერ კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად, მაგრამ
როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგრამზე, მე უნდა აუცილებლად ვახსენო ტენდენციები, რომელიც ჩნდება. რა თქმა უნდა, არის კვების მოდელები. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში, ტიპი 2-ის შემთხვევაში. არის ცალსახად მტკიცებულება, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ეს არის ცხოვრების წესთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობა, რომლის მართვა ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია ფიზიკური აქტივობით, კვებით და ყველა იმ ცოდნით, რომელსაც ის იღებს სანდო წყაროებიდან, განსხვავებით ტიპი 1-ის დიაბეტისაგან, ანუ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ავტოიმუნური პროცესების ფონზე ინსულინით მომარაგების აუცილებლობა ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს მისი ამოცანების შესაბამისად და აქ ჩნდება სწორედ ის მოდური ტენდენცია, რომელზედაც ბოლო წლებში ძალიან ხშირად საუბრობენ და მეც ასევე ძალიან ხშირად მჭირდება ამა თუ იმ აზრის თუ შეხედულების გაქარწყლება, მათ შორის ეგრეთ წოდებულ შიმშილთან, ინტერვალურ კვებასთან, ინტერვალურ შიმშილთან დაკავშირებით. მოდით მე დავაზუსტებ, შემთხვევით არ ვახსენე ეს ტერმინი, სწორი არის ხანგამოშვებითი შიმშილი და ინტერვალური კვება. ანუ ხან და ხან გარკვეული ხანის გამოშვების შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი შიმშილობს და ინტერვალებით იკვებება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში და არც თუ ისე თამამად გადასაწყვეტი. ძალიან ბევრ დაავადებასთან მიმართებაში განმარტე შიმშილის ტენდენცია, თუმცა დავიწყებ იქიდან, რომ ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება შიმშილთან დაკავშირებით. დაუშვებელია ინსულინის მოხმარებასთან კვების შეზღუდვა, რადგან მთელი წონასწორობა დგას იმაზე, რომ მიღებული დოზა ინსულინისა და საკვების მოცულობა, მისი შინაარსი, მისი ნახშირწყლოვანი დატვირთვა, ცხიმოვანი შემადგენლობა უნდა იყოს შესაბამისი და აი ასეთ შემთხვევაში ხელოვნურად ამ წონასწორობის დარღვევა არ იქნება ორგანიზმისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში შიმშილი და გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება უნივერსალურად ვაქციოთ. შიმშილი 18 წლამდე ასაკის ადამიანებში, მოდით ზოგადად გეტყვით, არც ერთი კვლევით არ არის გამართლებული. სრულიად დაუსაბუთებლად ითვლება რეკომენდაციები ამ ფაზაში 0-დან 18 წლამდე მოგეხსენებათ ბავშვია და ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდი ორგანიზმი არ შეიძლება ვაშიმშილოთ. ზრდასრულების შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი, როდესაც ვლაპარაკობთ გლუკოზის დონის სტაბილურად შენარჩუნებაზე. რა არის ჩვენი ამოცანა შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს? შევინარჩუნოთ ნორმის ფარგლებში გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში. და ეს მიიღწევა ცხოვრების წესით, მიიღწევა კვების ძალიან კეთილსინდისიერი დაცვით, კვების რეკომენდაციების, ფიზიკური აქტივობით, ძილის მოწესრიგებით, სტრესის მართვით, დამხმარე მედიკამენტებით და ასე შემდეგ. და თუ ჩვენ ამ ყველაფერს ხელოვნურად დავარღვევთ ამ წონასწორობას, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ გლუკოზის დონის წონასწორობისთვის კვლევების მიხედვით დასტურდება ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება არის ინტერვალური კვება. ანუ განსაზღვროთ ინტერვალები კვებათა შორის და ეს ინტერვალები დავიცვათ კეთილსინდისიერად. ეს ინტერვალები უნდა იყოს შეხამებული მედიკამენტებთან, ეს ინტერვალები უნდა იყოს შეხამებული ჩვენი ცხოვრების წესთან. და ისე უნდა იყოს ეს ინტერვალები გათვლილი. საკვების მიღების დრო, საკვების მოცულობა, ანუ ულუფა და საკვები რაციონი ისე უნდა იყოს ურთიერთშეხამებული, რომ ჩვენ ეს გვეხმარებოდეს პირველ რიგში სტაბილური წონის შენარჩუნებაში, რადგან სტაბილური წონა, ნორმის ფარგლებში წონა 18.9-დან 24.9-ის ჩათვლით სხეულის მასის ინდექსი, ანუ უხეშად 20-დან 25-მდე არის ზუსტად ის მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის სტაბილურობას და განსაკუთრებული ინსტრუმენტია, განსაკუთრებული ხელსაწყოა, განსაკუთრებული
ბარიერია, რომელიც გვიცავს ჩვენ იმისთვის, რომ არც ინსულინ რეზისტენტობა, არც ტიპი 2 დიაბეტი არ გახდეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე შაქრის, მარილის და ასე შემდეგ მართვაზე, კონტროლზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში წყლის ბალანსის მართვაზე და კონტროლზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ცხიმების როლი. სამწუხაროდ შაქრიანი დიაბეტის შესახებ წარმოდგენა იმდენად უკავშირდება ტკბილეულს, ტკბილის მოხმარებას და შაქარს, რომ გვავიწყდება, რამდენად მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა მთლიანად ორგანიზმში, რომელშიც აუცილებლად ნახშირწყლოვან ცვლასთან ერთად გასათვალისწინებელია ცხიმოვანი ცვლა. ამიტომ თუ თქვენ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ დადგენილი, არ აქვს მნიშვნელობა ტიპი 1-ია თუ ტიპი 2. განსაკუთრებით იქ, სადაც მაგალითად სიმსუქნის ფონზე არის განვითარებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წონასთან ერთად ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ცხიმოვანი ცვლა, ლიპიდურ ცვლას რომ უწოდებენ ხოლმე და არ დაგავიწყდეთ ორგანიზმში ცილების ბალანსი, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს ორგანიზმში შენდება, არის ცილების დამსახურებით. თუ ჭრილობა არ ხორცდება, რა თქმა უნდა, გლუკოზის დონე უნდა მოვიწესრიგოთ, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება, სათანადოდ ვავსებთ თუ არა ორგანიზმს საჭირო ცილებით და იმ საშენი მასალით, იმ ნივთიერებებით, რომელიც ქსოვილების აღდგენაში გვეხმარება და არ დაგვავიწყდეს აგრეთვე, რამდენად მნიშვნელოვანია ფერმენტები, რომელიც ცილიდან შენდება, ჰორმონები, რომელიც ცილიდან შენდება და საკუთრივ ინსულინი, რომელიც ასევე არის პროდუქტი სწორედ ცილოვანი წარმომავლობის. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება შაქრიანი დიაბეტის მიმართ არც მარტო შაქრით გავზომოთ და არც მარტო შაქრით დავთვალოთ. ეს იქნება რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში არა მარტო გლიკემიური ინდექსით განსაზღვროთ პროდუქტები, არამედ როგორ დატვირთვას გამოიწვევს ჩვენს ორგანიზმში და როგორ იქნება ჩვენი ორგანიზმის ინდივიდუალური პასუხი, ეს საკითხები აუცილებლად გავითვალისწინოთ და გავარჩიოთ ჩვენს კურატორ ექიმთან ერთად. მე დღეს ამით გემშვიდობებით და როგორც ყოველთვის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ორ შაბათამდე გემშვიდობებით.